ჩვენ ვიხილეთ სიტუაცია, როდესაც სოფლის მოსახლეობა, თემის მოსახლეობა ზოგადად, მათმა ნაწილმა წინამორბედობა გაუწია ესე ვთქვათ, სტუმრებს, რომლებიც მიბრძანდებოდნენ თანამორწმუნეებთან ერთად ლოცვის ჩასატარებლად სოფელ სამთაწყაროში, გადაუკეტეს გზა და არ ვიცით გადაადგილების საშუალება არ იძლეოდათ არა მარტო მათ, არამედ არ მიგვეცათ ჩვენც. ეს იყო საკმაოდ კონფლიქტური სიტუაცია, რომელსაც თან ახლდა სიტყვიერი შეურაცხყოფა რელიგიური ნიშნით, ვთქვათ, მოტივირებული რელიგიური უმცირესობების ამ შემთხვევაში მუსლიმების წარმოადგენლების მისამართით. სამწუხარო იყო ამ პრობლემის მეორე მხარე სამართალდამცავი ორგანოების არაეფექტური მოქმედება, ისინი შემოიფარგლებოდნენ მხოლოდ გამზეობის ფუნქციით, არსებობდნენ გზის გახსნას, რაც მათი პირდაპირ კანონისმიერი ვალდებულებაა და ამავდროულად პროცესში აქტიურად მონაწილეობდა აღმასრულებელი ხელისუფლების ადგილობრივი, როგორც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, სხვა წარმომადგენლები, რომლებიც პროვოკატორებად სწორედ იმ ადამიანებს მოიხსენიებდნენ, რომლებიც ცდილობდნენ ჩასვლა სოფელში და მათ თხოვდნენ დაეტოვებინათ ადგილი, ნაცვლად იმისა, რომ მიიღოთ შესაბამისი ღონისძიებები და გაათავისუფლებინათ გზა. კონსტიტუციის მიხედვით ყველას პირს აქვს უფლება საკუთარი რელიგიის თავისუფლების განხორციელების, ხოლო სამართლის კოდექსის თანახმად დანაშაულად არის გამოცხადებული რელიგიურ რიტუალში მონაწილეობაში ხელის შეშლა. აკურთხებოდით მოვლენებს, როცა ადგილობრივმა მოსახლეობამ არ შეუშვა იქ მუსლიმური თემის წარმომადგენლები, სამმართველოს წარმომადგენლები, რომლებიც აპირებდნენ, რომ პარასკევის ლოცვა, რომელიც არის ტრადიციული ლოცვა მუსლიმური თემისთვის, აღევლინათ ადგილობრივ მუსლიმებთან ერთად. მდგომარეობა იყო ესეთი, რომ სოფლის მოსახლეობა, რომელიც იყო გამოსული, მათ გადაკეტეს პრინციპში გზა და არ მისცეს ფიზიკურად საშუალება სამმართველოს წარმომადგენლებს შესულიყვნენ სოფელში. იყო გარკვეული შეხლა-შემოხლა, რაც შეეხება პოლიციის მოქმედებას, პოლიციამ მოახერხა ის, რომ ეს ადამიანები დააშორიშორა ერთმანეთს და პრინციპში ვერ უზრუნველყო მათი უფლება, ამ შემთხვევაში უმცირესობის უფლება შესულიყვნენ სოფელში და აღევლინათ ლოცვა თავიანთ ადგილობრივ მუსლიმებთან ერთად. აქვე იყვნენ ასევე გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარე, რომლებიც პრინციპში პოლიციის მოქმედებას ეთანხმებოდნენ და ისინი არც კი ფიქრობდნენ, რომ გზის გახსნაზე ეზრუნათ და მათი კონსტიტუციური უფლება რელიგიის თავისუფლებაზე ყოფილიყო განხორციელებული. ფაქტია, რომ დღეს ადამიანები გამობრუნდნენ იქიდან, პოლიციამ ხელს შეშლა, როგორც ესეთი არ აღკვეთა, იგი ჩადგა, ასე ვთქვათ, გააკეთა მცირე კორდონით, უშიელება ასე ითქვას, არ იყო იქ ძალიან ბევრი პოლიციელი და არ მისცა მოსახლეობას საშუალება, რომ ფიზიკურად დასხმოდნენ თავს, ანუ ეს მომენტი იყო, რასაც მე შევასწავლე, თუმცა მანამდე, როგორც ვიცი, ქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას ადგილი, უფრო რამდენიმე ვთქვათ საათით ადრე, თუმცა პოლიცია არ ცდილობდა, რომ ხელშეშლა აღეკვეთა და მას არც დაუკავებია ის პირები და არც მიუთითებია პრინციპში, რომ ეს იყო დანაშაულებრივი ქმედება მათი მხრიდან.